უფლებადამცველთა გაერთიანება და ადვოკატთა ასოციაცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წინააღმდეგ ნიკოტა კუბლაშვილის დაჭავებას ითხოვენ. ორგანიზაციის თავმჯდომარეების განმარტებით ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ სასამართლოს თავმჯდომარე სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიეცეს. კუბლაშვილის დაჭავების მიზეზად ისინი სასამართლოს სისტემაში არსებულ ხარვეზებს ასახელებენ. უფლებადამცველები პროკურატურას საქმეს დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებენ. ჩვენ უფლებადამცველთა გაერთიანებამ შევიტანეთ განცხადება საქართველოს მთავარ პროკურატურაში და აი ფაქტებთან დაკავშირებით რაც ხდებოდა უკანონო გადაწყვეტილებები, უკანონო მოსმენები, ეგრეთ წოდებული ჟუჩოკების დაყენებები, ადვოკატების მაგიდების ქვეშ ნაფიც საჯულთა ოთახებში, აი ამების ირგვლივ უკვე დაწყებულია გამოძიება, დაკითხული არის მოწმეები და ჩვენ ფიქრობთ და მოუწოდებთ ხელისუფლებას. უკვე ძალიან საკმარისი მტკიცებულებები არსებობს კონსტანტინე კუბლაშვილის დასაპატიმრებლად. მე მინდა ხელისუფლებას უთხრა, რომ მათ მიმართ უფრო იმაზე ადრე დაიწყება გამოსვლები, ვიდრე თქვათ ივანიშვილი ფიქრობს. ჩვენ სამოქალაქო საზოგადოება ვითხოვდით სამართლიან სასამართლოს. თუ ეს სამართლიან სასამართლო ვერ მიიღო ამ საზოგადოებამ, ეს ხალხი დადგება ქუჩაში. ამიტომ უნდა გონს მოეგოს ჩვენ ხელისუფლება და უნდა მოხდეს ამ საქმეების შესწავლა.